გამარჯობა მეგობრებო, დაგიბრუნდათ უკვე ტრადიციული პოდკასტი ჩვენი, სპორტული პოდკასტი ამბასადორის და პრინციპში ტრადიციული შემადგენლობით დღეს ჭედოს დაგვემატა, ჭედო ახლა ამბასადორის მაყურებელი მას კარგად იცნობს, მაგრამ ასევე ვიცით რომ UFC და MMA ზოგადად ძალიან უყვარს, ძალიან კარგად ერკვევა, ვისაც უყვარს და ერკვევა და იცის და ჩხუბობს და ყველაფერი ის კაცი ჩვენთან ერთად არის და ბიძინაც უკვე ძალიან კარგად გაიცნო ჩვენმა მაყურებელმა და შეუყვარდა და მალე მიშხუბებსაც ვნახავთ აქტიურად და როგორც მებრძოლი ისეც შეუყვარდება, ვისაც ჯერ არ უყვარს და როგორც მოჩხუბარი ისე არ იცნობს დიდად, მაგრამ როგორც ანალიტიკოსი მე მგონი უკვე ყველას ძალიან მოეწონა და ბევრმა იხეირა კიდეც მისი პროგნოზები სხვათა შორის ეგეც მოგწეს. ვსწავლობთ ხო? მე და უკაც აქ ვართ მოკლედ და დღეს ჩვენი გეგმა და მიზანი არის ის, რომ ეს ბოლო ძალიან საინტერესო კარდი და ჩვენთვის სასიამოვნო კარდი გამოვიდა და ბიზნესთან ერთად უნდა განვიხილოთ, მივყვეთ დეტალურად ჯერ ალექსანდრეს ჩხუბს და მერე კიდევ ორ ძალიან საინტერესო საჩემპიონო ჩხუბს და მე მგონი MMA-ის ძალიან ბევრი გულშემატკივარი რომ გამოუჩნდა ეგ ვიცით ჩვენს ქვეყანაში და მე მგონი საინტერესო იქნება ესე ზოგადი საუბარი საინტერესოა ხოლმე, მაგრამ უშუალოდ ეს განხილვა კიდევ უფრო საინტერესო და ჭედოს დაგვეხმარება და დღეს შენი მედად ვართ მოკლედ და როგორ შევიდეთ დეტალებში ხო? აბა შევიდეთ დეტალებში. გაუშვათ? გაუშვათ ხო? ალექსანდრეს ჩხუბი და ზოგადად შეგვიძლია ჯერ ვთქვათ რას ველოდით რა მივიღეთ და მე კონკრეტულად ბიზინა გვეტყვის სად რა იყო გასაკეთებელი, რა გაკეთდა, რა არ გაკეთდა. ბიზინამ რაც გვითხრა თავიდანვე იქნებოდა მძიმე ბრძოლა და სწრაფად არ მორჩებოდა. ხო, ფრთხილი ჩხუბი იქნებოდა რა. ეგეც იქიდან გამომდინარე რომ პირველი ჩხუბია მაინც თან დიდი ხანი არ ქონდა ნაჩხუბი და ისეთი სიტუაციაა რა, ცდილობდა უფრო შეგუებოდა ესე ვთქვათ რა. პრინციპში ილიამაც ზუსტად ესე დაიწყო თავის დებიუტი რა. კი, მაინც პირველად რომ შედიხარ ამ ხელა ორგანიზაციაში მაგასაც თავის ეფექტი აქვს, ხო იცი და უკვე ისეა რა. აი თავიდან ცოტა საშიში იყო, კაი, მუხლი. ხო, მაგრამ დისტანცია ისე უკავია და რაღაც რომ მაინც და მაინც არა. ეგ საშიშია, როცა ფეხში შედიხარ უფრო რა. ხო, მაგ დროს თუ ტაიმინგი თუ დაიჭირა, მაგ დროს ანაპას მიდარტყმა. ასე მე მგონია რომ ეხლა რა თქმა უნდა თულად არ დათანხმდა და უნდოდა რომ ეჩხუბა UFC-ის კონტრაქტი მიიღო და ასე შემდეგ, მაგრამ ამბისაც ცოტა არ გამომართლა რომ ეგრევე ესეთ მონსტრთან მოუწია დაპირისპირება, თორე რავი, მე მგონია რომ ცოტა ისეთ საშუალო მეტოქესთან ტიქნეს კაი შანსი იქნებოდა რომ წამოეღო ჩხუბია რა, იმიტომ რომ კაი მე მომეწონა აუცილებლად. არა, სწრაფი ბიჭია, ეხლა რასაც უყურებთ ორივე დგომში ჩხუბობს, მარცხენაშიც, მარჯვენაშიც და მოძრაობს ძალიან რა, ძალიან მოძრავი არის და არ არის ცუდი ბიჭი, რა თქმა უნდა, 7-0-ზე ისე უბრალოდ არ ექნება ფაქტები და ქონდა უფრო სწორედ, ეხლა უკვე 7-1-ზე აქვს. მაგრამ მე მგონი გაუფორმეს ამას კონტრაქტი არა? დიდი ალბათობით გაუფორმებდნენ, იმიტომ რომ მოკლე ვადაზე დაეთანხმა ძალიან და თან პლუს ეხლა ვისთან დაეთანხმა მაგაზეცაა რა. ჩხუბით საკმაოდ კარგი გამოაჩინა თავი და დაიმსახურა. კარგი ხასიათი გამოაჩინა და პირდაპირ ზვიგენის იმაში ხახაში ჩააგდეს რა. բայց ქართველები მაქსიმალისტები ვარ და ყველა მაინც ელოდა რომ აუცილებლად დაახჭობდა და დააგდებდა რაღაცას ასეც, მაგრამ მე როგორც დაბეჭდებოდა ჩაიცი, საერთოდ არ რისკავდა. აი მეგონა რომ თავიდან ბოლომდე წაკითხული ყავდა ეს მებრძოლი რა. ამის ყველა უნარი მეგონა რომ წინასწარ იცოდა, განხილული იყო ძალიან მაღალ დონეზე გუნდში ზოგადად ეს მებრძოლი და ილიას და ალექსანდრეს გუნდი გამოირჩევა ძალიან მაგარი ანალიტიკოსები ხო რა. კი, ძალიან მაგრად ალაგებენ და აწყობენ წინასწარ ჩხუბს რა. შესწავლა ხდება წინასწარ მეტოქეების და იქიდან გამომდინარე უკვე შესაბამისი მზადება ხდება და მათი ანუ სუსტ წერტილებზე მიდის შეტევა რა ესე ვთქვათ და მთელი კემპის განმავლობაში ეხლა აქ რაც ჩანს ალექსანდრე ზუსტად აი სუ პრესინგში ყავს, სხვა შორის ილიაც ეგრე არის თუ დაამოვანოთ აი ცდილობს რომ უფრო კლეტკასთან მიიყვანოს პრესინგი გაუკეთოს და უკვე იქ იმუშაოს რა, ხო. აქაც ანალოგიური სურათია ხა. რა თქმა უნდა, აი უყურე 1-1-2 საკეთებს, თუმეტეს, ხო. ეს მუხლი მაგრა ხო ამას დამოვამებული. ფიქრობ რომ სპეციალურად აი რა კაი გაუტარა ეს, რა კაი იყო ეს. დაიჭირა მომენტზე ძალიან მაგრად მარჯვენათი. სხვა შორის მაგას უმიზნებდა კიდევაც რამდენჯერმე გააკეთა 1-1-2 და ზუსტად ეხა ეგ მარჯვენა გადაატარა რა. აი აქ ტანი აღებული აქვს.
ძალიან მაგარი ისა რეაქციები და რამე რა. საერთოდ არ გაურისკია რა. აი ხა ამ დროს მეგონა რომ წავიდოდა ფინში. მოკლავდა ხო? იცი რა ვქვა? ილია უყვიროდა, როგორც კი ანუ ეს ნოკდაუნის სიტუაცია გაიჩნდა. იქიდან უყუროდა დაწყნარდი და ხო ისე იმიტომ რომ ჩხუბის დროს მით უმეტეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს შენი შეინარჩუნო რა სიმშვიდე რა იმიტომ რომ მაგ დროს ხშირად ხდება ხოლმე lucky punch-ი ანუ იგივურად შენ რომ მიდიხარ უფრო გახსნილი ხარ შენს და იქიდანაც შეიძლება რაღაც ისეთი წამოვიდეს რომ MMA-ია ყველაფერი ხდება თან და აქედან გამომდინარე ჯობია ისევ სიმშვიდე შეინარჩუნა და ესე ცივსისხლიანად მიყვე რა ხო და რა საკეთებს იდეალურად ძალიან რა მე დაჟე ვიძახდი კიდევაც რა მინდოდა ჭუბის წინას ვამბობდი მაგას და ეხაც ვიტყვი რომ მინდოდა რომ მთლიანი ჭუბი ეჭუბა რა იმიტომ რომ დიდი გამოცდილება ანუ ყველა ასპექტში მიიღო გამოცდილება ეხლა გონში ჭუბობენ რაც გვაქვს ნანახი მე ჭიდაობაც არის დაბლა გრეპლინგიც არის ყველანაირი ასპექტი გაიარა ამ ერთ ჭუბში რა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია აი ეს სუპლექსი იყო საოცრება რა 10 წამი იყო დარჩენილი და ეგ როგორ რაღაცა იყო, იცი, ფეხები ხონდა გასწორებული იმას რა. აღარც მოელოდა თუ ეგეთი რაღაცა მოხდებოდა რა უკვე და ზუსტად მაგაროს დააჯახა რა. ილიაც აკეთებს მაგას ზალალთან გახსოვს პირველ ცხოველში ზუსტად. კი. იმ ცოტა უფრო ტრიალის იმაში გააკეთა. გერდულად იყო ცოტა იქ. არა ის უფრო რთული შესასრულებელია სიმართლე ვთქვა. კი, იმიტომ რომ ის ისე იყო თანაბარი იმიდან არის რა, ესე ცუდად რო ვთქვა კრესტიდან ჭიდაობიდან არის რა. ხო და სხვადასხვა არ არის მარტო ეს ახლა ამას უფთა ქონდა წელი უკმიდანებული და გაიქნია ეგრევე რა. ალბათ ალექსანდრეს უნდა რომ რაც შეიძლება მალე კონდეს ნუ არ მომფიქრე შემდეგ თვეში და ორ თვეში და სამ თვეში მაგრამ როცა პირველი ჭუბი გაქვს UFC-ში და საკუთარი თავი უნდა დაიმკვიდრო თან პოტენციალს ხედავ შენ თავში ალბათ გინდა რომ რაც შეიძლება მეტი და სწრაფად და ბევრი და საინტერესოა ისე მაგაზე ჯერ ლაპარაკი არ იქნება, საინტერესოა შემდეგი ჭუბი ვისთან შეიძლება და როდის შეიძლება რომ ჩაენიშნოს. ჩემი აზრით მაქსიმალურად ისეთ გზას მიცემენ რომ მალე მიიყვანონ კამერამდე რა, იმიტომ რომ ხა ვინც არ უნდა უყუროს მით უმეტეს ხა ანალიტიკას ვინც გააკეთებს და MMA-ში ყველა მიხვდება რომ ძალიან დიდი პოტენციალია ყველა ასპექტში და ანუ უნივერსალი მებრძოლია რა, უნივერსალი მებრძოლი კიდე ძალიან ხშირი არ არის ხა ესე ვთქვათ, იმიტომ რომ მაინც მეტნაკლებად გადმოსულები არიან ბოქსიდან ჭიდაობიდან. ნუ ეხა ეს ახალი თაობა უფრო ვიწყებთ ესე პირდაპირ MMA-დან და განსხვავდება რა, მაგრამ ნიჭი მაინც ზოგს აქვს დგომის, ზოგს აქვს ჭიდაობის, ხო ხვდები რა? და ამბიც ეხა აშკარად ორივე ერთად თანაბრად და კარგად აქვს გადანაწილებული და იშვიათია. ამიტომ ეხა რო უყურებენ საკმაოდ კარგი მასალაა ესე ვთქვათ UFC-ისთვის, რომ გააჩემპიონოთ. თან ეხა თუ დაუმატებთ მაგას რომ ილიას ჰაიპი და ძმები ძალიან მაგარია რა თან ამ ხელა ესპანეთი საქართველო უკვე ორი ქვეყანაა ესპანეთთან ძალიან დიდი ქვეყანაა და დიდი მაყურებელია ესე ვთქვათ და ვფიქრობ რომ ორგანიზაცია დააწყობს რა აწყობს გაყიდვის მხრივ ძალიან მაგარია რა კონკისტადორი ხო და ვინ შეიძლება იყოს თუ ჯერ არ არის ხა ჯერ ცოტა ჯერ არ ვიცი ხა ვინ შეიძლება მაგრამ ვფიქრობ რომ ალბათ რავი შეხედავ ახლა ტრამვების გარეშე აი რაზეც მინდოდა აქცენტი გამეკეთებინა მიდის ნელ-ნელა აი აწონილად მიდის რა და გონია რომ თითქოს აი პრესავს და ისეც არაფერს არ აკეთებს და ბახ და უცებ ფეხს იქნევს რა თან ისე არასტანდარტულად რომ ვერ მიხვდები ჯებებითაც საკმაოდ კარგად მოშავოს იმის მიუხედავად რომ ის უფრო მაღალია ვიდრე ჩვენ ხა და წტომი მეტი აქვს იმას რა მაგრამ ეგ უკვე იმაზე მეტყველებს რომ ძალიან კარგი დასმული კრივი აქვს რა ხელები მაღლავ აი ია კი ზუსტ აქცენტებს აკეთებს რა დროს უნდა აი უკვე მეორე რაუნდში ძალიან თავისუფლადაა თუ ხედავ კი გაიხსნა თავისი დისტანცია იგრძნო და უფრო ჩართულია და აი ზუსტად ეგ მინდოდა რა რომ ცოტა დიდი ხანი ეჭუბა რომ აი ყველაფერი უნდა იგრძნო ხა როგორც მოჭუბარმა ხო მაგას როგორც და უფრო მეტი გამოცდილებით და თავისუფლებით შედიხარ შემდეგ ჭუბზე რა გაკითხი მაქვს რა აი ბოქსიორებზეც და ანუ ხელი რომ სიტყვაზე რაღაცა მილიმეტრებში ჩაგიფრენს რა ცხვირთან რო გიჩერდება ის კი არა აქცდა იმ მომენტში და კი არ გადარჩი, ანუ ზუსტად იციან იმათმა დისტანცია კი, რა თქმა უნდა. რა დონეზეა და ხო, შენი დისტანცია რო გაქვს. იცი რა ნაპოვნი როცა გაქვს, იქ ზუსტად იცი სად ჩაგივლის იმისი ხელი რა და აი ხა ზუსტად ეგ მომენტი იყო რა. აი ხა აქ რაც მინდა კიდე აქცენტი რაზეც მინდა რომ გავაკეთო რა.
ძალიან მაგრად იცავს ფეხს რა. ძალიან სწრაფი რეაქციებია. კი, იმიტომ რომ ზოგადად თან მით უმეტეს ამდენი ხნის განმავლობაში რომ ნაჩხუბი არ აქვს და შედის რა, ბევრი მებრძოლი არის რომ ცოტა გაყინულია ესე ვთქვათ და ვერ ერთვება ჩხუბში რა, მაგრამ პირველი რაუნდიდანვე იმან ცადა შესვლები, ეხაც მეორე რაუნდშიც კიდე ცადა რომ ანუ გადაეყვანა რა, თეიქდაუნი გაეკეთებინა, მაგრამ ძალიან სასწაულად იცავს რა, ძალიან მაგარი დაცვა აქვს. ხო, ყველა თეიქდაუნი დაიცვა, ხო? ვერ გადაიყვანა ვერ. ვერ გადაიყვანა ვერც ერთხელ რა. თან არის ის მგონია რომ ვიზინა თან მგონია რომ ეს ეხა კი შეიძლება 7-0-ზე ნებრძოლია კაცმა არის ეხლა იქ ავსტრალიაში რა დონეზე იბრძოდა ეს ბიჭი მაგრამ ამ დონის მოჭიდავეს მგონია რომ მაინც არ შეხვედრია რა კავკასიური ჯანი ხო იცი მაინც სხვა ეს ფიზიკურობა და გენეტიკა ჩვენაც გვაქვს ეხლა მეც გამოცდილი მაქვს და თან ჩვენაც კავკასია და საქართველოს კიდე ცალკე თემა არის ჩემი აზრით რა იმიტომ რომ ეხლა ჩემი გადმოსახედიდანაც და უკვე ბევრის გადმოსახედიდანაც მე მგონი ბევრი ხდება რომ ქართული ჭიდაობა და ქართული გენეტიკა ეს რასაც ქვია ნომერ პირველია რა ეხლა რა თქმა უნდა არ ექნებოდა აქამდე ქართულს არ შეხვედრია კავკასიელს არ შეხვედრია ხო ხდები და უკვე იგრძნო რა რომ აი ძალიან დიდი განსხვავება არის ამაში რა აი ზუსტად მაგას ვფიქრობ ეს ჯერ კიდე დასაწყისია მე ვფიქრობ კიდე ბევრს ვანახებთ და ეხა იწყება ჩვენი აღმასვლა ესე ვთქვათ ყველაფერს უბლოკავს გონია რომ წინასწარ ის ფასულობს ის ძალიან ჭკვიანი მებრძოლია ძალიან ჯერ მარტო ილიას კუთხეში რაც ამან დრო გაატარა და იქაც რამ ხელა გამოცდილებას მიიღებდა რა თქმა უნდა კაცი ჯერ მწვრთნელი იყო და მე რატონის ფაიტარი ძალიან ტემპიანი ჩხუბი მიდის რა არ არის ის რომ აი რაღაცას მოუზომონ მოუსინჯონ არა პირდაპირ ისეთი ტემპი მიცეს რომ ჭიდაობა დგომი რაღაც ხო ხდები და ძალიან მაგარი საყურებელი ჩხუბი ექშენი ძალიან ბევრი ოკი ლეგენდარული მებრძოლია უდაოდ რა რამდენი მე მგონი 6 დაცვა აქვს მე მგონი 6 დაცვა ვოლკი ლოპესი იქნება ძალიან კაი ჩემი აზრით ვოლკი ლოპესიც და უფრო ვოლკი ევლოევიც საინტერესო ჩხუბი იქნება ჩემი აზრით მანტრიალურად გაიწესდება ევლოევი რამდენიც საჩემპიონო გაგიწია და ვოლკი რამდენად ისე ფორმაშია და მასვიდალი ილიას მაკაციაო და კარგად აკეთებს ძალიან შემორბედს ევლოევი მოუგებსო მე გუშინ თუ გუშინ წინ ვთქვა ილიას მოგება მარტო ევლოევ შეუულია ვარა და არა შანსი თუ ვინმეს აქვს შეიძლება ეგრე განსაჯოს ხო ხდები და თქვას მაგრამ უცნაური არ მასვიდალმა თქვა ის არის არა შეუძლია მოგებაო ხო უბრალოდ ვერ ხდები სად შეიძლება მოგოს ევლოევი თან 25 წუთიან ბრძოლაში ილიას ეხა იქნება ყველა 25 წუთიან ბრძოლა სანამ გამარი ის ხელშია და უფრო როგორი ჩხუბი შეიძლება იყოს იცი მაგათ შორის სად შეუძლია და თუ რამე ანუ შესაძლებლობა თუ შეგვიძლია რომ დავინახოთ მაგას აქვს ძალიან მაგარი კარდიო ჭიდაობა ერთია მაგრამ რამდენი ხანი შეგიძლია შენ მაღალ ტემპში იჭიდაო მაგაზეა დამოკიდებული კიდე ბევრი რაღაცა რა როგორც ვიცით ეხაც ძალიან მაგრად გამოჩნდა სტერლინგთან ჩხუბში ელოემა აი ძალიან ბევრი აჩვენა ახლოს იყო ისიც ძალიან გადაყავდა კიდევაც და ძალიან ისეთი კონკურენტული ჩხუბი იყო ესე ვთქვათ მაგრამ აი უფრო თავისმა ამ ხასიათმა და თავისმა აი ჯაგატიპია ესე ვთქვათ რა ძალიან და ცდილობს რომ მაქსიმალურად გაიტანოს და ძალიან მაგარი ხანიაზეა რა ესე ვთქვათ. ჭიდაობაში აჯობა სტერლინგს. როგორ? აჯობა სტერლინგს ჭიდაობაში. მე ვერ ვიტყოდი რა. თორემ სტერლინგი ძალიან კაი მოჭიდავია ახლა. კაი მოჭიდავია, კი, მაგრამ სტილისტიკურად ცოტა სხვანაირი, უფრო გრეპლერია ვიდრე ის რა, ანუ გადამყვანი მოჭიდავე და ილიას შემთხვევაში სხვა იქნება. მე მგონი ვოლკმა თქვა ხო ჩემი სპარინგ პარტნიორია ამდენი წელია ხო რა და საკმაოდ ეხა წარმოიდგინე ჩემპიონს უყურებს ამდენი წელია. ეგ ცოტა დაჰაიპებულიც მგონია ეხლა თლად ის არ მგონია რომ ეხლა მაინც და მაინც მაგის სპარინგ პარტნიორი ყოფილიყო სულ ეხლა ერთ დარბაზში როცა ხარ და ვარჯიშობ რა თქმა უნდა გიწევს იმასთანაც ხო ხდები მაგრამ ეხლა ვოლკის ადგილას რო ყოფილიყავ ეხლა მე და რო ვიცი რომ ილიას უნდა შეხვდე თქვათ და რაღაც ან მაგასთან არ დავდგები რა იმიტომ რომ ჯერ სტილისტიკურად არ ემთხვევა არანაირად სხვანაირი მოშობარია ის სხვანაირი და მე კიდე ეხლა გამოუცდელთან როცა ემზადები გამოცდილ ტიპთან საჩხუბრად ცოტა ცდება რეალობას და ეგ ცოტა დააჰაიპა იმ ამბავში რომ ხო მომენტ არის იყო და ხო ხდები ეხლა პრელიმში ამდენი აი მაყურებელი ესე ვთქვათ რა იშვიათად აახონა ეხლა ილიამ და ვოლკანოვსკიმაც ცოტა მიცეს რა ეს ჰაიპი ამ ბრძოლას და
კუთხეების ისიც და რავი, ბევრნაირად იმას სავსეა დარბაზი, მე ვიფიქრე. ეხლა ერთი კითხვა მინდა რომ დავუსვა რა, ანუ წარმოვიხთ რთულია წარმოსადგინათ, მაგრამ წარმოვიდგინოთ რომ ალექსანდრე ქართველი არ არის რა. არ გულშემატკივრობდა, არ გაინტერესებს, უბრალოდ იცი ვინ არის, დაუშვათ არიან ესპანელები, ილია და ალექსანდრე, იცი ვინ არის, იმის ძმა არის, იცი რომ კაი პროექტი, კაი პროდუქტია, ასე ვთქვათ და ინახე ეს პირველი ჭხუბი. ხო. და წეღარო ლაპარაკობდი რომ საჩემპიონო მასალა არის. იტყოდი იგივე, ანუ თან იცი ეს წონა თავიდან ბოლომდე იცი ვინ არის. ჭხუბიდან გამომდინარე ვთქვი და ავხსნე რატო რა კონკრეტულად და აი დავაკონკრეტებ ეს ასპექტებს რა. როცა ჩანს რომ აი ხა პირველ რაუნდში რა, ამდენი ხანი რო არ გაქვს ნაჭხუბი, შენ მიდიხარ ჭხუბს იწყებ დგომში და ეგრევე ერთვები და არ იყინები, არ ითიშები, ხო ხტები, მაგას ანუ ძალიან დიდი ფსიქოლოგია ჭირდება. პირველი კიდე რაც არის ახლა სპორტში რა, მე თქვენ სამ სპორტში ფსიქოლოგია და თავიდან და ტვინიდან მოდის ყველაფერი რა. თუ ფსიქიკა არ გივარგავ, რაც არ უნდა ბევრი ვარჩო, ფიზიკურად ვერაფერს ვერ გააკეთებ რა. ეს ერთი პლუსი ძალიან დიდი ხო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მე მაგას თავიდან ვნებოთ IQ. IQ აშკარად შესწავლილი ყავდა და თავის game plan-ი რაც ქონდა, არ გადაუხვევია ესე ვთქვათ, კუთხეც რა თქმა უნდა შესაბამისი ყავდა, მაგრამ თვითონაც ანუ იქ მებრძოლზე ბევრი რამეა დამოკიდებული რა. როგორც კი გაუტარა და იყო ფინიშთან ახლოს, არ გაგიჟებულა ესე და არ დაუწყია ფაციფუცი, ხო ხდები და მაქსიმუმი არ ჩაუდია რა. ისევ გაწონასწორებული და ესე სისხლიანობა შეინარჩუნა, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის რა, ესე ვთქვათ. მე სხვა რაღაცას რო გადავხედოთ არა, გავყვეთ მთლიანი 3 რაუნდი, ხო? მთლიანი 3 რაუნდი რო გავყვეთ, აქ ჩანს მისი ფუნქციონალი ესე რო ვთქვათ, კარგად სუნთქავს რა, 3 რაუნდი სხვა შორს ძალიან მაღალ ტემპში იყო ჭხუბი და ჩეულებრივად ისუნთქა, გამოვიდა არაფერი, ანუ დაღლილობა არც კი შემჩნევები, თუმცა ჭიდაობაც იყო აქ და დგომიც იყო და მაღალი ტემპის ჭხუბი იყო რა, ესე ვთქვათ, ამ პატარა წონაში ცოტა ისეთი თემა. მე თუნდაც სტრაფი ბიჭი შეხვდა ესე ვთქვათ და ძალიან ბევრს მოძრაობდა, მარჯვნივ მოიწვი ხო ხდები რა. მე იქ გამოჩნდა ისიც რომ უნივერსალია იმ ხრივ რომ ფიზიკურობა ხო აქვს, დგომი ხო აქვს. გომში ჭიდაობა აქვს, რაც თავარი იყო, როგორც უფლექსი შეასრულა, თან გაყიდვადია ესე ვთქვათ რა, დგომში ლამაზად ჭხუბობს, შეხედავ ტიპს სიმპათიურია, გამოვა და ილაპარაკებს და მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ რას ლაპარაკობს, ხო ხდები შენ ერთია რომ კარგად ჭხუბობ და მეორეა რომ რაღაცას ნორმალურად შეგიძლია შენი თავი გაყიდო, ხო ხდები რა, შენი აზრები რომ გადმოსცე ნორმალურად რა. ეს არ არის მარტო ოქტაგონის ჭხუბი რა, ეს ცოტა სხვანაირი ბიზნესი არის, ესე ვთქვათ და აქედან გამომდინარე, ეგ ხო შოუ ბიზნესიც არის. ხო, შოუ ბიზნესია, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ანუ შერწყმულია სპორტთან ეს შოუ ბიზნესი რა. იმიტომაც ეგრე მალე გაიქაჩა და ჩაძირა ბევრი სხვა სპორტი რა. და ანუ ბევრი რაღაცა ჭიდაობა გამოჩნდა, ხასიათი გამოჩნდა, ტვინი გამოჩნდა და უკვე აი მასშენ რო იცი ეს წონა თავიდან ბოლომდე, იცი აქ ტოპ მებრძოლები ანუ თვლი რომ თუნდაც ეხლავე მზად არის ალექსანდრე რომ ტოპებს დაუდგეს მაგალითად. ეგ როგორი საკითხია, იცი? ეხლავე მზად არის თუ არ არის, ეგ მარტო ერთმანეთის, ეგ უნდა გამოჩნდეს ჭხუბში, იქიდან გამომდინარე რომ ნელ-ნელა, ეხლა პირველი ჭხუბისთვის რაც ჩანს, არა რეალურად, ძალიან ბევრი მაგარი რაღაცა აჩვენა რა, რაც ერთ ჭხუბში ამდენი რაღაცის, ამდენი პლუსის დანახება ცოტა რთული ამბავია რა, ხო? ანუ ესე იგი აქვს ამბის პოტენციალი რა, პოტენციალი ეს ნელ-ნელა უნდა დაემატოს, თავის გამოცდილებასთან ერთად მოყვება რა, ეგ ყველაფერი. და ის უკვე როგორ გამოიყენებს, ეგ უკვე მაგაზია დამოკიდებული, მაგრამ ფაქტია ერთი რომ მუშაობს ეს გვარი, ესე ვთქვათ, თოფურია პირველი ხა ვინც არის ილია, ხო ხტები ყველა მიცის უკვე და იციან რისი გამკეთებელია, ხო ხტები და ფაქტია რომ იმუშავა ამ პროექტმა, ესე რომ ცუდად დავარქვათ, ცოტა უხეშათაა, მაგრამ ანუ UFC-ისთვის ესე ბიზნესის თვალსაზრისით რო შეხედო პროექტია და ამ პროექტმა გაამართლა. მეორესაც რო უყურებ და იგივე სიტუაციაა და ძალიან მაგარი იჩითება, ხო ხტები? ამდენ პლუს ხედავ, რა თქმა უნდა, ინტერესი გაქვს უკვე და ვცდილობ რომ ის პროექტი ისევ დატვირთო და მაქსიმალურად გამოიყენო, ხო ხტები? აი ეს მასალა ესე თქვა. ალექსანდრესთვის მე ვფიქრობ, უფრო მარტივი იქნება შემდეგი ის გასავალი გზა, ვიდრე ილიასთვის იყო, იმიტომ რომ ილიამ თავისით გაკვალა მარტომ და ალექსანდრეს გვერდზე დგომით, რა თქმა უნდა, მაგრამ რეალურად ალექსანდრესთვის ეხა მარტივი ის არის, რომ ილიას უკვე გავლილი აქვს ეს გზა და ეს ყველაფერი ალექსანდრემაც ნახა. ილიასთან ერთად. კიდე პირიქით უბრალოდ. ფსიქოლოგიურად რაღაც დონეზე მგონია, რომ უფრო მზად არის, ვიდრე ილია იყო იმ დროს მზად.
ანუ ეს ყველაფერი ძმებმა ერთად გაიარეს უკვე ერთხელ და მივიდნენ საჩემპიონო ერთი მხრივ ეგ არის, როცა და ეხა უკვე უნდა გადაიტანოს ფიზიკურად თვითონ უკვე ალექსანდრემ, ფსიქოლოგიურად მე ვფიქრობ, რომ ეს ბიჭი მზად არის, უბრალოდ ეხა ფიზიკურობა რამდენად შეუწყობს ამ ყველაფერში ხელს. რა თქმა უნდა, იქიდან ილიას ჰაიპი და ილიას ასე ვთქვათ პაძეშკა, ხო. და მგონია, რომ ის სისხლია თან ზუსტად რაც შენახსენე თოფურია და მგონია რომ დანარჩენი უკვე თვითონ ალექსანდრეზეა და რა თქმა უნდა ფიზიკურ მოზადებაზე. იცი, სპორტში ზოგადად ყველას უწევს ინდივიდუალური გზის გავლა ხოლმე რა. არ არსებობს ორი ერთნაირი გზა, მით უმეტეს ხა ძმები არიან და რაღაცა. მაგრამ ვერ დავარქვე. ან მარტივი გზა არ არსებობს, პირველი რასაც ვიტყვი ეგ არის, მაგრამ არსებობს რთული და უფრო რთული გზები რა. და ესე რომ აღვნიშნოთ ხა რასაც ჩემ იძახი კი რაღაც მხრივ გეთანხმები ნაწილობრივ იმ მხრივ რომ ილიას უკვე გავლილი აქვს და ალექსას უკვე ნანახი აქვს ეს ყველაფერი, თავის ხელში გაიარა ყველაფერმა ხო ხდები და ერთად გაიარეს ეს გზა და რაოცა ნანახი აქვს უკვე მეტად გამოცდილი ხარ და მეტად ამ გამოცდილებას იყენებ, ხდები? მაგრამ მეორე მხრივ ხა იმასაც ვიტყვი რომ ილიას პერიოდში, როცა ილია თამაშზე მიდიოდა, ალექსმა უბრალოდ გადადო თავის კარიერა გვერდზე როგორც უფროსმა ძმამ და მაქსიმალურად მისცა ეს ყველაფერი რა. და დარწმუნებული ვარ ხა რა თქმა უნდა ილიას მიეხმარება და მაგაში ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ილიას ხო თავის კარიერა აქვს რა, აუცილებლად მისახედი აქვს. ხდები? იმიტომ რომ ისე ვერ დარჩება რა. და ანუ ეს ორივესთვის პრიორიტეტია ისე ხდები და ამისთვის ამას თავის კარიერა აქვს რა. ილია ისე ჩემი აზრით ესეთია რომ ისე ვერ მიეხმარება, როგორც უფროსი ძმა ეხმარებოდა ამ ყველაფერში ხდები? და ანუ რაღაც ხრი მაგაზეც არის რა. პირველი იყო და მაქსიმუმს დებდა როგორც თავის პატარა ძმისთვის უნდოდა რომ აი ყველაფერი გამოსვლოდა ხდები და სხვანაირად უდგებოდა რა ესე გვერდში რა. და საერთოდ ძმების შემთხვევაში მაპათია გაწოდილი პირიქით ხდება ხოლმე შენ რასაც ამბობ პირიქით არის და ერთი შემთხვევა მითხარი როდესაც ერთმა წარმატებას მიაღწია მეორეც მაგარია მაგრამ იმას უფრო გაუადვილდა ვიდრე იმ პირველს რომელმაც პირველმა წარმატებას მიაღწია ლიჩოები არიყვნენ ეგრე ლიჩოებმა მაინც ერთდროულად დაიწყეს და თან იცი რა აი რა მინდოდა იცი თქვა ამ თოფურიებმა საკმაოდ დიდი რეკლამა გაწიეს ხა ესპანეთში რა თვითონ ამ კლუბისთვისაც და აი ეს კლიმენტ კლუბი საიდანაც მოდიოდა რა ესპანეთში MMA ჩამოაყალიბეს ესე ვთქვათ რა და თვითონ ეს გუნდიც გაიზარდა რა ამის თქმა მინდა რა არა მარტო როგორც ალექსანდრე და ილიაც რა თვითონ ეს კლიმენტ კლუბიც გაიზარდა ფსიქოლოგიურ დონეზე საჩემპიონო ისინი ყავს რა ქვია მასალა მაშინ რა ქვია კლუბში და რეალური ჩემპიონი ყავს და უკვე ეს ყველაფერი ეს გზა ერთად გაიარეს ამათმა რა ფაქტიურად რა გამოცდილებაც მიიღეს და მეორე თან ესეთი კალიბრისთვის როგორი მასალაც ალექსანდრეა ვფიქრობ რომ უფრო მარტივი უნდა იყოს იქამდე მისვლა ვიდრე პირველი იყო მე ამას ვულისხმობ ანუ პირველი არა კი მე ხო ბარემ ჩავრთოთ კიდე თორე ძალიან ბევრი ამბობს ანახა დუპლესისი სტრიკლანდი საჩემპიონო ჩხუბი ამ ქარდზე და ილია ბიზნეს ხელშია აზრის ინტერესი იქნება არის ფოტოშოპს მოლოდინი ცოტა სხვანაირი მქონა. ნუ მოლოდინი ცოტა ისეთი ნათქვამია. გულშემატკივრობდი. ხო, გულშემატკივრობდი სტრიკლენს ძალიან რა. უფრო მინდოდა რომ მოეგო რა ამ ბიჭისთვის. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ხრივ ბევრი რაღაცით შეიძლება პლუსები ცოტა იმას უფრო მეტი ქონდა. მეტად დახვეწილა ეხლა რას უყურებ, მრავალწლოვანი უყურეთ და ეხლა რო უყურებ კიდე აი აღნიშნავ რომ პატარა წონის მებრძოლი ვიჩხუბო, სამხელა წონის კაცი 84-ში ჩხუბი და წარმოვიდგინეთ ფეხებს ისე იქნევს ბევრი პატარა ზონის მებრძოლი ვერ იქნევს ესე რა თან ატრიალებს ან რაღაც ძალიან ისე რა ხო ესე რომ უყურებ ჩემთვის ხა სამხრეთ აფრიკელი სტილი უფრო მიმზიდველია რა ის რაკრავფეროვანი ანახი მაქვს რავი ანუ არ არის ჩემთვის მომხიბვლელია საფრთხე სტრიკლენდი აგებულია ძირითადად ჯებზე და ერთი ორზე რა ხო რა და ამ ფეხებს იმაშვილება ჩეკავს რა ანუ თან ლამაზი დასანახი არ არის რა ესე ვთქვათ ხვდები ანუ ლამაზი საყურებელი მაგრამ სულ წინ მიდის ბიჭო ეს ეგ უფრო თავის ხასიათიდან გამომდინარე და რაღაც მიყვება ხვდები არც ერთ ბრძოლაში არ იხევს უკან სულ წინ მაგრამ რაც მინდა რომ აღნიშნო რაღაც ამ ბრძოლაში რო ვთქვათ რომ აი ძალიან ხასიათი კი რა თქმა უნდა გამოჩნდა იქ სადაც ცხვრის ისტორია და კაცი ცხვირი გაუწყდა და ხო ხვდები რა ანუ ეს ძალიან რთული გადასალახია მით უმეტეს ჩხუბში რა მაგრამ
უბრალოდ რის თქმა უნდა, ისი თავიდან რომ დაიწყო ჩხუბი, თავიდანვე რაღაცა თითქოს ისე ვერ იყო შესული, როგორც სხვა დრო შედის ხოლმე რა. რაღაცა ისეთი ჩართულობით ვერ იყო რა. თითქოს რაღაც წაგებული შევიდა თუ აი ნახე როგორ გაუწყდა შეხედე. თან დადის თან ის საგიჟეთი. პროსტა როგორ ისწორებს ხვი შეხედე. ეს არის ანუ მებრძოლი ხასიათი აქვს ნამდვილად რაც უკვე ჩანს ხვდები. რამდენი გატყდებოდა კი, როგორ არა, ბევრი ტყდება კიდევაც, მაგრამ რაც ჩანს ახლა აი რო უყურებთ ძალიან მე რაც მომეწონა, როგორც ახლა მებრძოლის დუპლესი, აი სწრაფია, ფიზიკურად ძლიერია, ფეხი ან მრავალფეროვანია, ესე ვთქვათ, კარგი სტრაიკერია, ესე ვთქვათ რა. და ანუ ცოტა ისეთი და ჭიდაობის ბაზა აქვს. ხო. სხვათა შორის არელის ადვილი გასეირნება, ეხლა როგორც და იმას დანამ ხო ილაპარაკა რომ არის მოსალოდნელი რომ ჩიმაევთან იყოს ტიტული ეს არა ქვია დაცვა რა და არ მგონია რომ ჩიმაევს მარტივი გასეირნება ელის საკმაოდ გამძლე და ისეთი როგორც აღნიშნე ჯაგამებრძოლია ხო მარტივი ვერ ექნება იქიდან გამომდინარე რომ ჩემპიონი ჯერ ისე ვერ გახდები მე ხა დაიცვა კაცმა და სტილება მიიღო თან 5 რაუნდი სხვა ჰაიფშია ხვდები ახლა თავის თავში თვით რწმენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება იქამდე სანამ მივიდა ისეთი მაგარი ვერ იყო, მაგრამ რაც ჩემპიონი გახდა, ეხა რაც ჩანს პირველ ჯგუფთან შედარებით, ეხა იმენა გაცვა იყო, ხო? ხო. ანუ ეს უკვე გადაუარა. პირველ ჯგუფის ტრიკლენთან რომ ნახოთ უბრალოდ აი როგორი ჯგუფი გაცვა იყო თუ იქ სტრიკლენს რომ მოუგო იქ მოიგო პირველ და ეხლა დაიცვა. არა. ამის წინ დაიცვა ადესანია. ადესანიასთან დაიცვა. მაგრამ ის პირველი იყო კამარზე. ის პირველი ჯგუფი იყო ძალიან ახლოს. ხო, მაშინ ქონდა პირველში რაზე ვიტყვი რომ არც მივცემდი. არც მე, იმიტომ რომ თუ არის ძალიან ახლო ჯგუფი იყო და შეიძლებოდა რომ არც მიეცეთ, მაგრამ ნუ არ ვიცი, მანდ რაღაცა ბევრი რაღაცა პოლიტიკური ისიც შეიძლება გავლენას ახდენდეს და ყოველ შემთხვევაში არ მოუგია ამას ნამდვილად თუ ის არის ნათქვამი რომ ჩემპიონს კამარი უნდა წაართვა და მოუგო თუ არ მოუგია სტრიკლენს არც წაუგია რა ის ჯგუფი რა მე ეს რა ჩემპიონი ზოგადად ეხლა უკეთესი უნდა იყო რა უკეთესი ჩანდეს რომ უკეთესად და უნდა ჯობდე ხვდები ან მადიდან მოდის ეს ყველაფერი თუ ეხლა შენც ისეთი ხარ მაშინ ის ჩემპიონი უკვე და რჩება ხვდები ანუ ახლო ჯგუფში ყოველთვის ან რაღაც უპირატესობას არ მიჭერდა ხოლმე ჩემპიონს, მაგრამ რაღაცა წინა ჯგუფში არ გამოჩნდა. აი ხა რაც ნახეთ მეორე ჯგუფი იყო, ცოტა აღარ იყო ის პირველი ჯგუფი რა. ხა რადიკალურად გასტილი იყო და სხვანაირად იყო ესეც და ის კიდე მით უმეტეს შევიდა რაღაცა ისე ვერ ჩაერთო თავიდანვე იმ ხასიათით ვერ შევიდა როგორც თავიდან იყო, ხვდები და ამან ყველაფერი მე ჯერ მართალი არჩანის მომენტი ალბათობით გველოდება ჩიმაევი და დუპლესი. საინტერესო ჯგუფი იქნება. ჩემი აზრით ეხა წეგანაც საუბრობდით მაგასთან დაკავშირებით და სტილისტიკურად ძალიან სულად ემთხვევა ამისთვის ეხა კი ბაზა ვითომ ჭიდაობა აქვს და რაღაცა რა, მაგრამ წეგანაც აღნიშნეთ ალექსას და იმის ჯგუფზე ხო ხვდები და კავკასიური ჭიდაობა სხვა არის, სხვა დონეა, ფიზიკაც სხვა დონეა, დარწმუნებული ვარ და აი ყველა ნახავს რა. ჭიდაობაში უბრალოდ დაჩაგრავს და იმაზეც მინდა გავამახვილო რომ ყველას ეხა გონია რაღაც ხრი რომ ჩიმაევი არის ცოტა ისეთი პირველი რაუნდის და მე ამ დასაწყისის მებრძოლი მალე იღლებოდა შეიძლება ითქვას რა ну ეხა მეც ვიყავი შვედეთში სადაც ვარჯიშობდა და ოსტარ ჯიმი ანუ კარგად ნახე ერთი თვე იქ ცხოვრობდი ხო ხდები და ნახე რა ვარჯიშებია და შეიძლება ითქვას ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან მაგარი იყოს მაგრამ არის ხალხი ვისაც დარწმუნებული ვარ არ მოუხდება და ერთ-ერთი იყო რა თქმა უნდა ჩიმაევი რაზეც თვითონაც ისაუბრა რა ზედმეტად ანუ მაღალი დატვირთვები არის და ანუ ხან არის რომ ვერ აღწრებ აღდგენას ხდები და რა თქმა უნდა უკვე დროთა განმავლობაში იფიტები და ეგ ძალიან დიდ გავლენას ახდენს უკვე ჩხუბზე რომ გამოდიხარ რა იქ უკვე შენ მაქსიმუმს ვეღარ აკეთებ, იმიტომ რომ გამოფიტული ხარ და მაქსიმუმ შენ ვარჯიშზე გაქვს და დარბაზში გაქვს აკეთებული ხდები და იქამდე ვეღარ გადაქონდა რა. და რაღაც ხრივ მე მაგას გამართლებულად უფრო უყურებ რა, იმიტომ რომ ის პოროხი ეხა რაც ქონდა ბოლო ჩხუბზე რა ვიცი, მე მგონია რომ ეგ ვაფშე სხვა ჩიმაევი იყო და დარწმუნებულია რომ უფრო მაგარს ვიხილავთ კიდე რა. და რაც შეეხება ამას, ანუ დუპლესის ისეთი სტილისტიკა ხარაც ნახეთ ამ ჯგუფში კიქებით და რამე მით უმეტეს ჩიმაევთან ძალიან სამზატისთვისაც არ არის ეს მარტივი არა მარტივი რა თქმა უნდა არა აი სიტყვაზე ყველაზე რთული ვარიანტი რო გავიაროთ პირველი მეორე რაუნდი რო იყოს გადალახული ამან თუ გაუძლო იმ თავის იმ საშინელ ცოფიან აგრესიას პირველში როგორც იწყებს ხოლმე სამზატი მაგი თუ გადალახა აი მე იქნება საინტერესო რა მოხდება, იმიტომ რომ საჩემპიონო ჯგუფში მაინც ფსიქოლოგიური დატვირთვა ხო, მესამე, მეოთხე, მეხუთე რაუნდში ჩვენ მეოთხე, მეხუთე რაუნდშიც არ გვინახავს არასდროს ხამზატი.
მე ცირას დავამატებდი, მან ბევრი რაღაცას აქვს კიდე საინტერესო ჭუბი. ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება რაღაცისთვის იბრძვი და მისული ხარ უკვე კარზე მიადექი, ხვდები? ეს არ არის, რომ აი გუშინ მოსული არ არის ჩემაები, ხვდები? ანუ მთელი ცხოვრება მართლა ამ სფეროშია და თან როგორ უნდა აი მშიერია, ხვდები? კი, ფული იშოვა გასაგებია, უკვე აი ეს ულაპარაკოთ ძალიან დიდი ვარსკვლავია შექმნილი, ხვდები? მაგრამ ის თავარი მიზანი რაც ამოძრავდა თავიდან UFC-ის ხამარ და ჩემპიონობა, ჯერ არ მეუღია, ხვდები? და აქედან გამომდინარე, თან ახლა უყურე ჩეჩნებს ჩემპიონი UFC-ში არ ყავთ. ყველა სირგულივდა მაგათ. და ერთადერთია ეხა, რომელსაც მართლა რეალური შანსი აქვს, რომ კამარი მოიერგოს, ხვდები და პირველი ჩემპიონი იყოს ჩეჩნეთიდან რა. ეხა მაგასაც დიდი გავლენა ექნება. ყველა იქნება გადართული მაგის მომზადებაზე, მაქსიმალურად ეცდებიან ეხა, რომ აი დატვირთონ, რასაც ქვია ისე, რომ მიცენ ყველაფერი, რაც კი დაჭირდება, ესე ვთქვათ, რომ მოიგონ და პლუს დავამატებ იმას, რომ ხასიათი ნაღდათ აქ დაღლილიც რო არის მაინც ჩხუბობს ეგ ბიჭიც და ფიქრობ, რომ მეოთხე მეხუთემდეც რომ მივიდეს ჩხუბი, შეიძლება ახლო ჩხუბი იყოს, მაგრამ პირველი 2-3 რაუნდს მაინც მაგრად მოუგებს და მაგის ხარჯზე მაინც მოუგებს რა. აი ეგეთი გაითვალისწინეთ ახლა რა სხვა ყველაფერი გაარდა. ხო, ვიცი რაღაცა მე კარგად არ მახსოვს, ანუ რატო არ ქონდა აქამდე საჩემპიონო ჩხუბი, ანუ რეალურად ხო კარგად მოდის, ხო წაუგებელია, ხო ყველასთან იგებს. რაღაც პრობლემები ქონდა? პრობლემები ქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. თან ვიზის პრობლემებიც ქონდა მაგას ამერიკაში და რამოდენიმე ჩხუბი მაგან გამოტოვა. უფრო ხო, ვიზაზე რა თქმა უნდა პრობლემა აქვს, იმიტომ რომ კადიროვთან დადის და რა თქმა უნდა კონტენდერებთან ვისთანაც ეჩხუბა იმასთან ვერ იჩხუბა რა. მაგრამ ანუ ეხა როგორი ვარიანტია, იცი, ესეც ხო არა ამერიკელი ჩემპიონია და უკვე შეუძლიათ რომ სადმე სხვაგან ჩანიშნონ, კარგი იქნება. ხო, სადაც უჩხუბობენ. არ მგონია და აბუდაბიში ჩაუნიშნონ. ეგეთ პრივილეგიას არ მიცემენ. მოგვარდა მე მგონი ამერიკის პრობლემა და შეიძლება ამერიკაშიც არ ხო, ნუ ეგ კიდე ცალკე ვარიანტია, მაგრამ რა პრობლემაზეც ეხა ჩვენ საუბრობდით, უფრო ჯანმრთელობის პრობლემა ქონდა სერიოზული, რასაც ქვია, იმიტომ რომ ძალიან დაჰაიპდა თავიდან. ერთ კვირაში და 10 დღეში 2 ჩხუბს იგებდათ და სერიოზულად გამოდიოდა, ხვდები და მე უცებ კორონავირუსი შეხვდა ადამიანს და ვაფშე წაიშალა, ერთ პერიოდი იმას სამობდა, რომ დავანებე თავი და ვსიო, ანუ ცხოვრება უნდა და სიცოცხლე ხო ხვდები რა და ვერ გამწული პრობლემას რა. მაგრამ ანუ ბევრი რაღაცები გადალახა მაგის მერე და იმუნიტეტი აქვს ძალიან, ანუ როგორც ვიცი, დაქვეითებული რა მაგის მერე და მარტივად ხდება ყველა რაღაცა. თან მithumedes როცა ადამიანი წონას იკლებს რა, წონის კლების პერიოდში ყველაფერი სუსტდება და მithumedes იმუნიტეტი ჩათვალე ნულის ტოლია და მინუსში მიდიხარ რა და მაგ დროს ყველაფერი მარტივად ხდება და აი ბოლო ჩხუბი ვიტეკერთან პირველი ჩხუბი როცა იყო, ჩანიშნული როცა გაუქმდა რა, მაგის მიზეზით ზუსტად ეგეთი რაღაცა მოხდა, ისე სუდად გახდა რომ კაროჩე წაიშალა ტიპი რა. ხო და სუდომ შეიძლება დაგაგდოს? ძალიან სერიოზული პრობლემები ქონდა. ვიღაცისთვის შეიძლება რაღაცა აი ფორმაში ის არ იყოს, მაგრამ მაგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რა ეგ სახიფათო ეს. თალების ჩხუბსაც შევხედოთ, ხო? რომელიც ძალიან კარგად ქონდა გარჩეული, აქ ყველას გვეგონა რომ ტატიანა და ბიზნინამ გითხრა რომ ვერაო და მართლა ეგრე მოხდა ყველა მე არ მინახავს სხვა შორის, მაგრამ ვიცი რომ წავიკითხე ძალიან დომინანტი ჩემპიონი როგორც ჩვენ თქვი რა და პირველი რაუნდი მოუგო ტატიანამ და მერე უკავშირო გადაიბარა იმან უპირატესობა და 4 რაუნდი ძმაო ტატიანა ესე არავის არ პირდაპირ ვიტყვი არ უთრევია რა. პირველი რაუნდი როგორი რაღაცაა, იცი, მithumedes მაღალ 5 რაუნდიან ჩხუბში რა, პირველი რაუნდი ცოტა ისეთი აი მოსინჯვის ვარიანტია რა, როცა მithumedes შენ ჩემპიონი ხარ და გამოსტილი ხარ და აი მერაბოს ვარიანტი აიღე რა. მე არ მგონია რომ პირველი ის 2 რაუნდი იმან უბრალოდ ესე მოიგო და რაღაც ხო ხდება, ახლო ჩხუბი იყო, მეორე რაუნდიც ვერ მოიგო. არა, ახლო ჩხუბი იყო და უფრო შეიძლება უპირატესობა იმას მისცეს რა, საჯებიდან გამომდინარე ვიძახე. და ანუ უფრო მიცა ხვდები რაღაც საშუალება რომ ენახა რა და აბა სადღაც შეგიძლია ხვდები მოუსინჯა რა ანალოგიურია როცა ჩემპიონი ხარ შენ შეგიძლია რა იმიტომ რომ გააქვს მაგისი აი ბაგაჟი ესე რომ დავარქვათ რა შეგიძლია რომ ეს პირველი რაუნდი გაწირო იმ 4 რაუნდისთვის რა და გავწირავ და შევხედავ მართლა ეს ჰაიპი რისი გაქვს რა ჰაიპი გაქვს ნახდი თუ არა ხვდები იმიტომ რომ დრო გააქვს რჩება ერთ რაუნდს თუ მიცემ
ბევრი ინფორმაციას იგებ რა და იღებ უკვე იცი როგორ მოერგო და სად მოერგო რა და აქედან გამომდინარეობდა ეგ პირველი რაუნდიც ჩემი აზრით რა თან როცა გამოუცდელია ტიპი რა ჩხუბოს პირველად კამარზე ჩხუბოს ხო ხდებით ცდილობს რომ მაქსიმუმი გააკეთოს თავიდან ეგრევე არ უნდა რომ წამიც არ უნდა რომ წააგოს და რაღაცა რა ეგ გამოუცდელობის თემა ხდები რომ მაქსიმუმის გაკეთება უნდა ეგრევე რა და აი ზუსტად მანდიჭეჭყებიან ხოლმე რა. ხო, ეს კადრები არ გვაქვს. ხო, არა უშავს. მე ვნახავთ. ერთი რამე დეციკითხო. ანუ წინასწარ ვისაც ეჭხობები ხო იცი ხო ვისაც ეჭხობები და თავიდან ბოლომდე სწავლობ ამ ყველაფერს რა თქმა ერთად და რა თქმა უნდა თვითონაც. გადიხარ კონკრეტული გეიმპლენით და მიყვები ამ გეიმპლენს. არის ვარიანტი სიტყვაზე რომ გეიმპლენი შეიცვალოს ჭხუბის დროს? კი, როგორ არის? ხშირად. ისგან გამომდინარე, ეს ხო ყველა ვარიანტი შესწავლილი ყავს შენ რა დონეზე უნდა ეჭხება, როგორ ისე ჭუბები. შეიძლება ადამიანის შესწავლილი ყავდეს, იცოდე რას აკეთებს და როგორ აკეთებს ზოგადად, მაგრამ სანამ პიროვნებას პირისპირ შეხვდები რა, სანამ იმის ფიზიკას არ მოსინჯავ, სანამ იმის ტაიმინგს არ მოსინჯავ რა, აი ვერ გაანალიზებ, მაინც ბოლომდე ვერ გაშიფრავ რა, რატო თქვი ხარ, რომ აი პირველ რაუნდში მოусინჯოს მეთქი რა, ის ყველას გაშიფრული ყავს და იციან ფოტოთი და ვიდეოთი ვინ რას აკეთებს ხდები, მაგრამ იქ კონკრეტულად აი ჩხუბი ცოტა სხვანაირი რაღაცა მათემატიკასავით არა ზუსტი მეცნიერება ხდები, აი ჩხუბი არის ცოტა სხვა მიმართულება, იმ ვიდან მოდის და მარტო შეხვდები აი რას როგორ აკეთებს, რის ხარჯზე აკეთებს, შეიძლება გარედან მაყურებდე ძალიან მარტივად ჩანს, მე ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი რა. ერთ დაღესტნის შევხვდი წაუგებელს და ძალიან მარტივად შედიოდა, გადაყავდა და მეთქი ამ ძალიან მეგონა რომ მე ეგრევე დაუცავ მეთქი, არაფერი არაა მეთქი რა, აი მართლა და პირველ რაუნდში ისეთი საფრთხო მომენტები შემიქნა რომ გამიკვირდა მეც რა, ხო ხდები, ანუ მეორეში და მესამეში კი გავანულეთ ხო ახლა, მაგრამ მაინც აი რისი თქმა მინდა, იცი უფრო ძალიან სანამ არ მოусინჯავ სანამ არ იგრძნობ შენ თავზე ვერ ხვდები რა ხდება და მაგიდან გამომდინარე მე იცოლება რა ყველაფერი და ცდილობ რომ რელიგიის ვისო შენ თვითონ ცვლი ორივე შენ ეუნები შენ აზრს აწვდი არის ეკომუნიკაცია ხო რა თქმა უნდა ეხა ხო გამოდიხარ ერთი წუთი გასაგინად და იქ თან აღდგენას აკეთებ და თან მიდის ეს ფსიქოლოგიური და ეს დარიგებები და ხო ხდები რა თუ ვიღაცას ხა ჭირდება რომ გატყდა და აღდგენა უნდა ხო ხდები რომ აბა მიდი დატვირთე და მაგარი ხარ და ხო ხდები мотиваციის მიცემა ეგ სხვა არის და არის რომ აი ყველაფერი ესმის და აანალიზებს არანაირად არ გატეხილა პროსტა უნდა რჩევა დარიგება ხო ხდები თან გარედანაც ყველაფერი სხვანაირად ჩანს და შიგნით თუნდაც შერასაც გრძნობ კიდე სხვანაირად არის რა ის იმას ვერ იგრძნობს ხდები და იქ უკვე ორივე ერთად რო უცებ აზრებს გაცვლი ბევრ რაღაც შეიძლება ნუ უცებ კარგი რაღაცა იდეაც დაიბოს რა აქედან გამომდინარეობს ეგ გეიმპლანის შეცვლა რა გასაგებია შემდეგი საინტერესო კარდი Fight Night-ებს თუ არ შევთვლით გველდება 9 მარტს ხო როგორც მახსოვს რომელია ეგ არის ანკალაევი პერეირა და მანდვე არის გეიჯი ჰუკერი კიდე ერთ საინტერესო ჯგუფია ეგეც კაი უნდა იყოს წესით და პერეირა ანკალაევზე ჩვენ იმ დღესაც ვილაპარაკეთ მანამდე კიდე გვექნება დრო რომ აქ ქარცაც შევეხოთ და მე შევაჯამოთ კიდევაც დღეისთვის რავი მე მგონი ტრადიციადაც ვაქციეთ უკვე ჩვენი შეხვედრები და დიდხანს არ მოვანატრებთ მაყურებელს თავს და იმასაც ვეთქვი მაყურებელს რომ ყველა საინტერესო კარდი იქნება main კარდი თუ ჩვენ ჩავთვლით რომ საინტერესო ან ჩვენთვის არის საინტერესო იმიტომ რომ ქართველი ჭუბობს ეგეთი დეტალური განხილვები გვექნება ხოლმე ბიზნესთან ერთად რომელსაც კიდევ ერთხელ მადლობას ვეთქვი რომ ჩვენთან ერთად იყო დღეს ჩვენი დაუშვათ ხა სავარჯიშოთ კაცი მოვაცდინეთ უკვე ძალიან დიდი მადლობა ვიძო მადლობა ვიზინა მადლობა თქვენ ყველას განხილვა იყო მადლობა ჭედა მე თუ დამიზახებთ ხოლმე სიამოვნებით ვიყო აბა დროებით შეხვედრამდე აბა დროებით